მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხის მეორე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 1,5 მილიონზე მეტ ლარზე გამოაცხადა. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით იგეგმება 900 ბავშვზე გათვლილი სკოლის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და გამაგრება, რაც შეეხება ვადებს. MDF-ი წერს, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ რეაბილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა წარადგინოს, რის საფუძველზეც საგანმანათლებლო დაწესებულების რეაბილიტაციისთვის 1 წელი ექნება. ეს არ არის პირველი ტენდერი, რომელიც სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოცხადდა. 2024 წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ რამოდენიმე სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, მათ შორის ახალციხის მეორე საჯარო სკოლაზეც, რომლისთვისაც 4 მილიონ ლარზე მეტი იყო გამოყოფილი. თუმცა ტენდერი არ შედგა და მას შემდეგ დაპირების მიუხედავად სააგენტოს ტენდერი არ გამოუცხადებია. ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული ასფალტი ჩავარდა. ახალციხის მერიაში ამბობენ, ციტატა, წყლის სისტემის დატესტვა მიმდინარეობს და შესაძლოა მან გამოიწვია ჩავარდნა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ახალი ნაგავშემკრების მშენებლობა იგეგმება. წერს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, მას შემდეგ რაც მოსახლეობამ არსებული ნაგავშემკრების დახურვის მიზნით საპროტესტო აქცია გამართა. 2 მაისს სოფელ ჯიგრაშენთან მოსახლეობა შეიკრიბა და ნაგავშემკრების დახურვა ითხოვა. ადგილობრივების ინფორმაციით, დამბნარი თოვლისა და ძლიერი წვიმის შემდეგ წყლის ნაკადმა ნაგავი ჩამორეცხა და სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გაავრცელა. მოსახლეობის თქმით, დაზიანდა როგორც სავარგულები, ასევე საძოვრები. კომპანია თავის პოსტში ადასტურებს, რომ მთიდან ჩამოსული წყალი ნაგავშემკრების გავლით მოსახლეობის მიწებს პრობლემებს უქმნის. მათივე ინფორმაციით უკვე შეარჩიეს ალტერნატიული მიწის ნაკვეთი, სადაც ახალ თანამედროვე ნაგავშემკრებს ააშენებენ, ხოლო ძველი დაიხურება. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს მათი წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ და პრობლემის მოგვარების გზებზე იმშელეს. სომხეთში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტი დაიწყო, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, რეგიონების ქვეყნების, ბრიტანეთისა და კანადის პირველი პირები ესწრებიან. ეს ფორმატი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა და სომხეთი მასპინძლობს მის მერვე სამიტს. სამიტის თავმჯდომარეები არიან პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტუან კოშტა. ღონისძიების სლოგანია „მომავლის შენება, ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“ და იმართება ერევანში, კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ და საკონცერტო დარბაზში. ერევანში სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ირაკლი კობახიძე შეხვდნენ. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა უკრაინელი მხარის ინიციატივით გაიმართა და საუბარი 2 ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო. საინფორმაციო გამოშვება სასიამოვნო ნიუსით ვასრულებთ. AI News-ი Digital Media Awards-ის ევროპის გამარჯვებული გახდა. ორგანიზაციის ინფორმაციით AI News-ში საუკეთესო ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საინფორმაციო პროდუქტის კატეგორიაში გაიმარჯვა. Digital Media Award-ი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მედია კონკურსი. პირველი ქართულენოვანი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მედია 811 განცხადებიდან 78 ქვეყნიდან შეარჩიეს. AI News-ი არის ნათია კუპრაშვილის ავტორობით მომზადებული და JRC-ის მიერ განხორციელებული პროექტი, რომელიც აერთიანებს ხელოვნური ინტელექტის ინოვაციურ გამოყენებას ჟურნალისტიკაში, ახალი ამბების წარმოებაში, დამუშავებასა და გავრცელებაში. Digital Media Awards-ის გამარჯვებულები 2 ივნის მარსელში მსოფლიო ახალი ამბების მედიის კონგრესზე გამოცხადდება. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.